წლის 4-ში რაღაცა ქულას მოგინიჭებონა, მე ალბათ დაიბიჭება, არ ვიცი. გარეშე პირობისგან იღებ დახმარებას ნათესავები მეზობლები თუ ყავთილნე. არავიდან ისეთ. მეზობელი და ეკლესია. ძირითადად. არ მოდიან ელემენტარული ან გარეცხევინ და ან დაბან უნდა ბავშვებს არავე არაფერს არ აკეთებენ ჩემი ნათესავება ისე. ეხმარება თუ არა ოჯახს? არა, იმიტომ რომ დროებით აღარ არის. ჯანმრთელობის პრობლემა. ეს ვაკაცია. სარგებლო ჯანმრთელობის პოლიციით? ჩემი მეუღლე არა და ჩვენ 4-ვე კი მე და ბავშვი ახლა ჩაენიშნება. ქავთარაძეს 16-ში გადამიყვანეს, არ მომაქციეს ისეთი ყურადღება, როგორც მე მეკუთვნოდა. და სხვაგან ვიყავი დარეგისტრირებული მე, ალფათი და იქ უფრო კაი პირობები იყო, სადაც მე ვიყავი აღრიცხვაზე. გადმომიყონეს სადღაცას ალფის დაზღვევა რო არის. მე ეს პირობები არ მომეწონა. რა და ელემენტარული ფეხმძიმედ ვიყავი ბიძე. და გაცვლა გამოცვლის ბარათი არ გამომატანეს და რაღაც ანალიზებზე თანხა მომთხოვეს. 35 ლარი უნდა შემეტანა ოფიციალური და მის გარდა უფასოა 5 თვე. რაღაცა იყო უფასოა მშობიარობა ვიძახდნენ და 75 ლარი დამადებინეს. ხო და საიდან როცა ადამიანი მაგ პირობებშია და ესე ავადმყოფი და გაუბედურებული. გამომიცდნენ აქ უბნელები ვარ რომ გადაეხადა სამშობიაროს ფულ. თუ არ და დაცვა არ მიშვებდა. ყატარის გომოვება როგორ არის ანუ? რა ვიცი, ყველაფრით აქტიურობს, გაზრდილია და მოჩიტულია. დიახ. არანაირი კონტაქტი არ გააქვს? არა, არ მოდიან იმდენად არ იწუხებენ თავს იმათები და გათხოვილია. და ძმები უცოლოები. და ჩემი იშვიათად ნაოპერაციებელია და ისე ვერ მეხმარება როგორც თვითონდა. თორემ კი უნდათ რომ ყველა ან დაბანონ ან აიყონონ ან მომეხმარონ რაღაცა ცდილობენ, მაგრამ ძალიან ისეთი მდგომარეობა აქვს ხმებსაც. საკვებით გეხმარებათ ყოველდღიური საკვებით ბავშვებისთვის? მთავრობა და მოსახლეობა თუ ვიღაცა რაღა 2 ყუთი და 3 ყუთი მოიტანს ამ პამპეს და რაღაცა და ეხლა კიდე გავციდე ფილტრებისათვის. კი, ფილტრები მტკიოდა და ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და ჰაერის უკმარისობა დღემდე მომყოლა. მომენტ ჩემიტევს და მილუქდება სახე. რაზა რა ელემენტარული მქონდა ჩემი ჭერი, სადაც არ უნდა იყოს, ცხოვრობდი შვიდ გარემოში და ბავშვებს ჰქონდათ პირობები, რომ ელემენტარული მაგიდა რო არ ეგრევა და ტუალეტი და ვანა რო ბავშვი დაიბანოს ან გარეცხონ ან რაღაცა გააკეთო, საშინელი მდგომარეობა აი ამ პირობებში ამჟამად. მინდა რომ ჭკვიანები და კარგები გაიზარდო რა.